ეს იყო ძალიან სპონტანური. დავიგეგმეთ დილის საათებში. ბიჭებს უნდა მოეგვარებინათ ტრანსპორტის საკითხი და ეს ძალიან მარტივი იყო ჩვენთვის იქიდან გამომდინარე რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი რომელიც დაქირავებული ყავდა არის ისევ ჩვენი მეზობელი და გოგონებს უნდა მოგვეგვარებინა საკვების საკითხი რადგან მთავარი მიზანი ჩვენი რა იყო ახლა ვეგეტყვით ვართ წარმოიდგინეთ 17-დან 20 წლამდე ადამიანები ხო 16 17 18 19 20 აი ამასაკის ბავშვები ვართ და კი ჩვენ ძალიან გვინდა ლომისას მოლოცვა და ამაში ორი აზრი არ იყო რომ ეს ჩვენი მთავარი ის იყო მიზანი რომ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია უნდა მოგველოცა მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის რომ ლომისიდან დაბრუნებულებს ერთად მოგველხინა რამდენიმე საათის განმავლობაში სანამ თბილისამდე ჩამოვიდოდით კი ბატონო და გურამი მბროდის გაიგო რომ მიდიოდით ანუ დაგეგმვის შესახებ როდის შესთავაზეთ წამოსვლა გურიკა მაქეთ შემოგთავაზა წასვლა ანუ საწყისი იდეა გურიკასი იყო როგორც კი ბატონო კი, მაგრამ ძალიან მოგვეწონა ეს იდეა ჩვენც. და ანუ კონკრეტულად რო დავაკონკრეტოთ, როდის დაიგეგმა და როდის წახვედით? ვიგეგმებოდით 10 ივნისის დილიდან. და უკვე საღამოს 5 საათისთვის დაახლოებით ყველა საკითხი გქონდა მოგვარებული, რაც იყო საჭირო წასასვლელად. და რომელ საათზე წახვედით? წავედით დაახლოებით. დაახლოებით ეს იყო, იმიტომ რომ ზუსტად ვერ გემახსოვრება. კი, რა თქმა უნდა, 12 წელი გავიდა. ამდენი ხანი გავიდა. დაახლოებით 8:30-დან 8 საათამდე, საღამოს საათებში. როდესაც მიხვედით ლომისაზე, ახვედით უპრობლემოდ მიხვედით, მოილოცეთ და უკან ბრუნდებოდით, ხო? რომელი საათი იქნებოდა უკვე? დაახლოებით 2 საათისკენ უკვე ჩვენ დავიძარით ისევ ქვემოთ ლეთისკენ. ჯგუფით მოდიოდით თუ საკითხავთ? არა, ნახეთ, ერთად წამოვედით ყველანი და ოღონდ გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ მარტო არ წამოვსულ ვართ ჩვენ. ლომისის დღესასწაული არის ისეთი დღესასწაული, აი ნებისმიერი მომლოცველი ვინც კი არის ნამყოფი, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ არასდროს ხარ მარტო. არც ერთ მონაკვეთში, არც ასვლის პერიოდში და არც ჩამოსვლის პერიოდში. აქ არის უწყვეტი ჯაჭვი ხალხის მიყვები ფაქტიურად ხალხს და უნდა ჩამოყვე კიდევაც უკან ხალხს. ანუ არასოდეს ხარ მარტო ამ დღესასწაულზე. თუ ჩამოდიხარ და ჩამომყოლი არავინ მოყვება, შემხვედრი მაინც გხვდება, რომელიც ზემოთ მიდის. ანუ არც ერთ მონაკვეთში არ ხარ მარტო. აი როგორი ხასიათზე იყო, როდესაც ახვედით ლომისაზე, როდესაც ბრუნდებოდით, გეკონტაქტებოდათ, იყო ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ხასიათით თუ ჩაფიქრებული, აი რა მდგომარეობაში იყო გურიკა და რა განწყობაზე? ყველას ჰქონდა ერთი და იგივე განწყობა, ძალიან მხიარულად ავედით, ძალიან მხიარულად და ისევე ამ მუხტითვე ჩამოვედით ქვემოთ. არანაირი საეჭვო გარემოება არ ყოფილა, მაგალითად არც შეკამათება, არც ვინმეს რაიმე რომ სტკენოდა და უშუალოდ გზაში, აი ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ. აბსოლუტურად არაფერი ყურადსაღები რამე რო ყოფილიყო, მსგავსი არაფერი არ მომხდარა საყურად. არც უთქვამს არაფერი, ხო? აპირებდა წასვლას ან დალოდებოდით ან რაიმე სხვა სურვილები ქონდა მიმართულებასთან დაკავშირებით, ხო? არა, ნახეთ, აი ერთადერთი რაც შემიძლია კონკრეტულად გურიკასთან მიმართებაში გავიხსენო, რაც უშუალოდ გზას ეხება, ცოტა უცნაური არის ახლაც, მაშინაც უცნაური იყო და არც ჩავთვალე სერიოზულად. ეს მხოლოდ გამოძიებასთან აქვს აქამდე გაჟღერებული და არც არ გამიჟღერებია აქამდე. რომ ჩამოვდიოდით ქვემოთ გური რამდენიმე გოგოსთან, ანუ ამ სულ გოგოებთან, თითქმის უკვე ჩამოსულები ვიყავით, მივიდა და რაღაცა გაეხუმრა. იმ გოგოებმაც გაიცინეს, დღემდე არ ვიცი ეს გოგოები ვინ არიან. ალბათ თუ ნახავენ ამას, იქნებ იცნონ თავიანთი თავი და გაახსენდეთ ეს მომენტი. გური ჩვენ დაუძახეთ და გამოვიყვანეთ. იმიტომ რომ რაღაც ვიფიქრეთ, რომ ხო არ დასცინეს ან რაღაც, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ გურიმ რა უთხრა. ნუ რაღაცა აშკარად რომ სახუმარო იყო, იმიტომ რომ იმათაც გაიცინეს და შემდეგ გური რომ ჩემთან მოვიდა და ჩემთან თანხლებ გოგონებთან რომ მოვიდა, ესეთ რაღაცას მეუბნება რომ წამორა სარაჯიშვილზე გამყევით, რაღაცეები ვიყიდოთ. ძალიან ლოგიკურია, ხო? სათხარ ახლა. ანუ იგულისხმება რომ ჩვენ გულისხმობთ, ჩვენ ცხოვრობთ სარაჯიშვილის მეტროსთან ძალიან ახლოს. ჩვენი კერძო დასახლება არის სარაჯიშვილის მეტროსთან ძალიან ახლოს და ხო, ნუ იმ მომენტში ხო ძალიან ალოგიკურია. რა თქმა უნდა. ძალიან ალოგიკურია. თბილისშიც არ ხარ. რა კი, დუშეთში ხარ თქვენ. აუ გააგრძელე რა გზა, ჩასულები ვარ და იქნებ დროზე ჩავიდეთ სამარშრუტო ტაქსამდე. რაღაც აი ესეთი კონტექსტის უთხარი, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ რაღაცას მეკაიფება. აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მქონდა, იმდენად ალოგიკური რაღაცა მითხრა. ხო არ უგულისხმია ის რომ ჩამოხვიდოდით თბილისში, მერე წასულიყავით სარაჯიშვილზე. არა, მაინც არ ჩდება ლოგიკაში.
საინტერესოა ფაქტი, მაგრამ ამის შემდგომ როგორ ვითარდება? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. თითქმის ჩამოვედით უკვე მოსახლეობასთან ვართ, ბოლო სახლთან ვართ თითქმის ჩამოსულები და აქედან უკვე ვიფანტებით, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო ბილიკი ჩამოდის სახლებთან და ორ-ორად სამ-სამად მოვდივართ უკვე გზას ვაგრძელებთ და სწრაფი ნაბიჯებით, იმიტომ რომ უკვე ერთი სული გვაქვს, როდის მივალთ სამარშრუტო ტაქსთან. ზუსტად აი აქ იკარგება გორიკას კვალიც. როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენთან ერთად აღარ იყო? ნახეთ, ბოლოს ნახა ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა თინიმ უშუალოდ ქვაზე ჩამომჯდარი. ამ ფაქტს შეესწრო ჩემი და მამა ჩემიც. ანუ ნახეთ როგორი მომენტია რო ავხსნა, ეხა უფრო კონკრეტულად გასაგები რო იყოს. გური ჩამოჯდა ქვაზე. თინი ამ დროს ლაპარაკობს ტელეფონზე. სატელეფონო სარსეა ანუ სხვასთან. თინი ლაპარაკობს მოკლედ ტელეფონზე და მამამ და ჩემმა და გამოუარეს შუაში ამათ. და გავაგრძელეთ გზა, არაფერი საეჭვო არ არის, არც იმაში, რომ იქ ჩამოჯდა დაუშვათ. და თინი მკითხა, რომ რამე ხო არ გტკივა? ეს ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა და ანუ რა უნდა ტკიოდეს, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რატო რამე ისეთი მოხდაო, რომ რამე უნდა სტკენოდაო ბავშვსო, არა უბრალოდ ეს იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ აქ რატო ისვენებ, აქ რატო ჩამოჯექი? იმიტომ რომ ჩასულები ვართ და ბარემ მოდი რა, ჩვენთან ერთად ჩამოდი ბოლომდე და სამარშრუტო ტაქსში დაისვენე. ლოგიკური ადამიანი რო ჩამოგრჩება და ჩამოჯდება, რა თქმა უნდა კითხვა უნდა გაგიჩნდეს. აუცილებლად რო არ გაგიჩნდეს კითხვა ეგ არის საშინელება. აუცილებლად უნდა კითხო, რატო გაჩერდი. მისი პასუხიდან გამომდინარე, რაც მან თინის გასცა, ლოგიკური იყო ის, რომ თინი იქ ვერ გაჩერდებოდა. რა პასუხი გასცა? იარე და დაგეწევი. აი ორი წამი მჭირდება, იარე და დაგეწევი. რაღაც დაახლოებით ასეთი კონტექსტის პასუხი იყო. თინი ჩათვალა, რომ ეს უშუალოდ უკავშირდებოდა ბუნებრივ მოთხოვნილებას, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რატო არ უნდა გაჩერებულიყო თინი იქ. ანუ სხვას ვერ ვხვდებით უბრალოდ. დაუშვათ ასეთ მომენტში გოგო არ დარჩება ბიჭის გვერდით და მისცემს დაუშვათ იმ ორ წუთს თავისუფალს, ხო? კი ბატონო. ზოგადად რომ გავიაზროთ, ორ წუთს მისცემს დაუშვათ თავისუფალს, რაც არ უნდა სჭირდებოდეს და ვერ დადგები ახლა იქ. სხვა რამე მიზეზი რო ეთქვა, ალბათ თინი არც ანუ რო ეთქვა რომ რამე უჭირდა, არ დატოვებდა. რას საკვირველი, ამაში ორი აზრი არ არის. არავინ არ დატოვებდა. იმ წამსვე შევიკრიბებოდით ყველანი ისევ იმ ადგილას, იმ წამსვე მომბრუნდებოდით ყველანი. თინი შემდეგ გვიახლოვდება და მამა ეკითხება, რომ თინი გური სად არის? იქვე აი დაახლოებით რამდენიმე მეტრში ხდება ეს. უკვე დაღმართზე ვართ, ძალიან დაღმართზე ვართ ჩამოსულები და მამა ეკითხება, რომ თინი გური სად არის? და კახაძია მითხრა, რომ მიდი და ეხლავე დაგეწევი. საერთოდ არ არის საეჭვო ეხა ეს ჩვენთვის იმ მომენტში. რა პრობლემაა? არანაირი ეჭვის საფუძველი არ ყოფილა მისი ეს თქმა, თუმცა მამამ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ბევრი ხალხი იყო. ხო, არ უნდოდა რომ მარტო დაეტოვებინა და მიტრიალდა, მიდით თქვენ სამარშრუტო ტაქსში ჩადით და მე ეხლავე დაგეწევით, გურის მოვიყვან და დაგეწევით. ჩვენ არც კი დაველოდეთ. საერთოდ არც კი გავჩერებულ ვართ. პირდაპირ გამოვაგრძელეთ გზა ჩვენი სამარშრუტო ტაქსთან და მამა ტრიალდება უკან. რაღაცა პერიოდის მერე, რამდენიმე წუთის მერე მამაც ბრუნდება ჩვენთან. ჩვენ უკვე სამარშრუტო ტაქსში ვართ ყველანი და მამაც ბრუნდება ჩვენთან. გურის გარეშე და პირიქით აქეთ გვეკითხება, რომ გური ხო არ მოსულა, ხო არ ავწდი გზაში. უთხარით რომ არ მოსულა გური და იმ მომენტიდანვე ძალიან შეგვეშინდა ყველას რომ ორ წამში მიტრიალებული ორ წამში მიბრუნებულ ადამიანს რომ ადგილზე აღარ გვხვდება პიროვნება თან რომ ეძებ ფანრის საშუალებით რომ ინათებ არსად არ არის თან თეთრი მაისური ეცვა მარტივი დასამალით წესით არ უნდა ყოფილიყო ხო მარტივი დასახლებული პუნქტი იყო კი დასახლებული პუნქტი არის ეს ბოლო ზუსტად ბოლო ოჯახთან ხდება რომელიც არის ბოლო ოჯახი ანუ სოფლის ბოლო ოჯახი ხო დასახლებული პუნქტის ბოლო ოჯახი კი ბატონო დასახლებული პუნქტის ბოლო სახლი რა ვთქვათ ბოლო ნაკვეთი აი ზუსტად მაგ ადგილას ხდება ეს ამბავი აქედან დავკარგეთ უკვე გურის კვალი საბოლოოდ რა რომ არ მოვიდა პირველი პანიკური შეტევა იყო ეს ჩვენთვის რომ ამასთან ერთად არ დაბრუნდა პირველი რაც თინისთვის მაგალითად რომ იმ მომენტში დაისვენა იქ და თინი ეკითხება რამე ხომ არ გტკივა და ეს ხალხმა ძალიან ცუდად გაიგო და თინი იმ კონტექსტში ეკითხება რომ უკვე ჩასულები ვართ და აქ რატომ ისვენებ
3 წუთის გზა გვაქვს, მაქსიმუმ 5 წუთის გზა გვაქვს. თქვენი ციტინიმ რა კონტექსტში კითხა ეს? კი ბატონო, კი ეს ხოზე გისაუბრეთ თქვენი დასკვნა. არავითარ შემთხვევაში. ეს ჩემი დასკვნებით ასე მე პირადად ასე ვფიქრობ და ეს გავაჟღერა ამ კონტექსტში. კი ბატონო, თინიმ ამ კონტექსტში კითხა, იმიტომ რომ თვითონაც გაუკვირდა რომ მაგ რატომ ისვენებ, უკვე ჩასულები ვართ. და ამ კონტექსტში კითხა. არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია, თორემ ეს ამბავი არაფრით არ მოხდებოდა ჩვენ რომ იქ რაიმე საეჭვო გვეჭვო. არაფრით არ მოხდებოდა, ამას ხაზგასმით ვიტყვი. ფოტოზე მითხარით. აი ფოტო მასალა, რომელიც არის, არსებობს, რა მონაკვეთში არის, რა მომენტშია ის გადაღებული, ანი? რომელს გულისხმობთ, ყველანი ერთად რომ ვართ? ეს არის ჩამოსვლის მომენტში გადაღებული, როდესაც უკვე ტყიდან გამოვედით. ხო, აი ჩვენ ახლა ამ ფოტოს უყურებთ, თვალს ვადევნებთ, ანუ თუ შეგიძლია უფრო მეტი რო გითხრა და აგვიწეროთ, აი რა ხდება ამ მომენტში, როდესაც ეს ფოტო გადაიღეთ. ხო, სამწუხაროდ ზემოთ თვითონ მლეთა ეს მოსალოცად სადაც ვიყავით ასულები ლომისის ტაძართან, იქ ფოტოები არ გვაქვს. და რომ ჩამოვედით, გულდაწყვეტით თქვით, რომ ვაიმე ერთი ფოტოც არ გქონია იქ, არ გადაგვიღია და მოდი სამახსოვროთ და არავის არ გადაუღია არაფერი? არავის არ გვაქვს ფოტო მასალა ჩვენ და საუბედუროთ. 16 ადამიანი ვიყავით წასული და ჩვენ და საუბედუროთ, აი ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ და საუბედუროთ ფოტო მასალები ჩვენ არ გვაქვს. ეს უცნაურად არ გიჩვენებათ 16 ადამიანიდან რომ არაფერი არ ქონდეს გადაღებული? მაშინ არ იყო ესეთი ტელეფონები, ანუ ეხლა რომ ვართ რომ ყველა დეტალს ვიღებ ლაივებში გავდივართ და 2014 წელი. კი ბატონო, მე რა. კი გქონდა ჩვენ რომ გითხრათ ახლა ძალიან მაგარი smartphone-ებით დავდიოდით, მაშინ არ გქონდა ესეთი ძალიან მაგარი smartphone-ები, თუმცა იღებდა ჩვენი ტელეფონები ფერად ფოტოებს. ფერად ფოტოებს ესე ვიტყვი. მე ეს ფოტო არის კონკრეტულად ჩემი ტელეფონით გადაღებული და ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე მქონდა Nokia Music რაღაც ტელეფონი, აღარ მახსოვს ზუსტად და ჩემი ტელეფონი განკუთვნილი იყო მუსიკებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი დინამიკი ჰქონდა და ამით ძალიან კარგად ვერთობოდით მეგობრები და შესაბამისად ფოტოებისთვის მეხსიერება რომ გითხრათ, რომ დარჩენილი მქონდა ხოლმე არა. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, რომ იქ არ მქონდა იმდენი მეხსიერება, რომ რაღაცა ფოტოები გადამეღო. ეს არის თქვენ არ გქონდათ მეხსიერება? ბატონო, თქვენ ტელეფონს გულისხმობ. კი ბატონო, ტელეფონს. უბრალოდ მეც იმას აქში, როდესაც თქვენ იყავით ადრეც ვთქვი, რომ ფოტოზე, როდესაც ეკითხებიან, როდის გადაიღე, ჟურნალისტი ეკითხება ინტერვიუში, რომ როდის გადაიღეთ, ამბობს, რომ რო ჩამოვდიოდით, მაშინ გადავიღეთ და გადაცემის წამყვანიც ეუბნება, სადაც მლეთაზე ასვლა იწყება, მანდო და კი დაუდასტურა. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენ მე შენც და სოფოც 3 დღის წინ ვიყავით, ქვა ვნახეთ ზუსტად სად იყო და აი მარტივად რომ წარმოგიდგენთ, თუნდაც რუკის მონაცემსაც მოგცემთ, ქვა არის აქ, ფოტო არის გადაღებული აქ. თუ ამბობენ, რომ ქვასთან დაკარგეს გურიკა, მაშინ ფოტო როგორ გადაიღეს? ან ფოტო თუ ჩამოსვლისას გადაიღეს, იმიტომ რომ როგორც თქვეს, რომ მთელი დღის განმავლობაში ფოტო არ ქონდა გადაღებული და ამიტომ ბოლოს მაინც გადავიღოთო, თუ ფოტო გადაიღეს, ანუ გურიკას დაკარგვა ქვასთან გამოირიცხა, ხო? ეს ორი გარემოება ძალიან ლოგიკასთან შეუსაბამოა. დღეს 18 აგვისტო 2026 წელი. წუხელ ღამის 4 საათის რაღაც ნაკლებად ზილით დროს ხილვებზე ხედავდი გამოსახულებას. წყალზე ვფიქრობდი, წყალი ზოგადად ხილვებზე რო ნახულობდი და გამოსახულებას ხატავდი წყალზე, რომ გურავის დადიანიზე კვალი მეპოვნა და ისე ვიგონებ, რომ რაღაცა
ხატავდი ესე ფიქრებში, როცა გზილი გზინავთ. ამ მომენტში ხმა გავიგონე, წყალის მომენტი, მეგობრებო, წყალის მომენტი ხმა გავიგონე. აი როგორ გითხრა? შიგნიდან წყალში ხმით გავიგონე? აი შემიძლია გავახმოვანო ისე რომ ნაცნობი ხმას მივხვდებოდი. აი რაღაცა წარმოიდგინე ბუშტივით წყალი ამოვიდა. აი მასეთი ხმით მესმოდა მეგობრებო შიგნიდან. და ამ დროს ვიზახოდი სად გურამი მეთქი სად? ანუ სად არის ეს წყალი ტერიტორიაზე, სად ჩავარდით მეთქი და 1-2 წუთის შემდეგ ფიქრობდი მეთქი ჩემი გაშიფრული ფოტო სურათი რუკაზე რომ შემეხედა მეთქი ამაზე ხო არ არის მეთქი და უცებ გურამი დადიანიზე პირველი ხმა გავიგონე. გამეორება და თურმე მიპოვნია ეს კვალი, რაც ადრე გაშიფრული მქონდა, ეს ზუსტად 10 აგვისტო 2026 წელი გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ვაქვეყნებდი ამ გურამ დადიანიზე ნიშნების კვალი. ზუსტად 10 აგვისტო 2026 წელი, როდესაც გაშიფრული მქონდა. მეგონა რაღაცა სხვა გზით მიმითითებდა, მაგრამ თურმე ეს რომ ვეუნებოდი ხატავდი იმ ფიქრებში და ვეუნებოდი ნეტა ამაზე ხო არ არის მეთქი და უცებ გურამ დადიანიზე ხმა გავიგონე, გამეორება. ღმერთო, იცი რა არის, როგორი შეგრძნება მეგობრებო, გურამ დადიანიზე პირველი ადამიანი გავიცანი და მის პირველი ადამიანი ხმა გავიგონე. წარმოუდგენელი და გულ ამაჩუტყებელი რა არის, იცი? ეს 19 დღეა, რას გურამი დადიანიზე ფიქრი დავიწყე და მის კვალს მეპოვნა. იმდენი ვიშრომე, იმდენი ვიტვირთვე, იმდენი გამოვზიე ინტერნეტ სივსეში, რუკას ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, იმ მოწმეებს საუბრებს ვისმენდი და რაღაცა მთელი ვაგროვებდი დოკუმენტებს და კვალის პოვნაში. 19 დღეა, რას ვიტვირთვე, ამ ბოლო დროს გურამი დადიანიზე პირველი ხმა გავიგონე და აი როგორი გულა მაჩუტყებელი თან წარმოიდგინე გავიცანით რა და გავიცანით და მის დაკარგული ვიპოვეთ რა და ამაზე გული მაქვს გაწყვეტილი რომ აი იმით მოლოდინი მქონდა რომ ოღონ ცოცხალი მინდა რომ იყოს მეთქი რა აი როდესაც წარმოიდგინე როგორც დედაში სოფო 12 წლიანი შვილს ეძებს ისევე როგორც მე დავიწყე დედის მსგავსად რომ დავიწყე მის ზებნა 19 დღეა ჭირთულობდი ძლივს მივაგნი ეს კვალი და გურამი ბოლო ხმაზე გავიგონე ზილის დროსაც როცა ფიქრები ჩანაფიქრებზე რომ და ნეტა ეს ადგილზეა მეთქი და გამეორება თურმე სწორად გამოვიცანი ეს ადგილი რომელიც 10 აგვისტო 2026 წელი გაშიფრული მქონდა გამოქვეყნებული მქონდა მისა Facebook-ზე პოსტი ჩემ გვერდზე და რა მოლოდინი მქონდა იცი როგორც დედა შვილს ეძებ 12 წლიანი
გასული ამდენი წელი ისევე მეს რო დავიწყე მის ზებნა კვალს და აი რა მოლოდი მქონდა ნეტა მინდა რომ ცოცხალი იყოს აი არ ვიცი და როგორ მწყინციცი აი როგორც მშობელს როგორც ზმაკაც როგორც ოჯახს აი ეს მრჩებოდა შთაბეჭდილება რომ ძალიან მინანე გურამ დალიანეთ ხმე თუ არს მინდა რომ ვიტყვირო უბრალოდ შევინაჩუნო პირველი ხმა რო გავიგონე და ძალიან გული მწყდება რომ ამდენი 19 დღე მისი კვალის რო ვეზებდი და ვცდილობდი მის დახმარების სოფოზე და არ მეჯერება რომ ეს ბოლო შეტყობინება რას ვიპოვე და პირველი მისი ხმა რას გავიგონე მეტირება უკვე რომ აი ძალიან მეწყინა იმიტომ რომ ის გურამი დადიანზე რაც გავიცანი და რაც წავიდა ეგ როდესაც ვიპოვე მის კვალი დაკარგული და ძალიან გულგაწყვეტილი მაქვს მართლა გულგაწყვეტილი მაქვს და აი როგორ მინდა რომ ცოცხალი ყოფილიყო და ისევ მეგობრები ჩახუტებული გახარებული რომ ყოფილიყო და ეს მინდა რომ ყოფილიყო ძალიან მაგრამ არა უშა მეგობრებო ვიცი რომ ძალიან გიყვარს ეს ადამიანი მეც უკვე როგორი სიახლოვე როდესაც გავიცანი გურამ დადიანი მის ფიქრის როცა ვიწყებ და მის შრომაზე რომ ამ შრომაზე რომ ვცდილობ და თან რო ვიპოვე თან რო პირველი ხმა რო გავიგე ძალიან მართლა ვინანე მაგრამ ვიცი რომ სასუფეველია უბრალოდ ჯობდა აქ დედამისაზე იცოცხლო და გააგრძელო ცხოვრება და დედათან ერთად და რავი აი ეს ძალიან მართლა ვინანე რომ მე თო ეხლა რა ვიცი ვერ შევიკავე სტრემლები არ მინდოდა მაგრამ სხვა რანაირად უნდა გითხრა მეგობრებო მართლა ეხლა მართლა უკვე თავი შევიკავე სტრემლების გარეშე თავი შევიკავე სერიოზულად დავიწყო საუბარს რომ თქვენთვის მომინდია როგორ გინდა მიიღე რწმენა ჩემთვის მნიშვნელობა არა ჯერა თუ არა რაც გინდა ის შემრაცხე გიჟი სულელი არანორმალური და რაღაცა რას გინდა ის გიქნია ჩემთვის შეტყობინება ბოლო დაგიტოვე ნიშანი რომ თქვენ გეპოვნა და რა ვიცი დამთავრებული იყოს რომ შვიდად ყველა დაისვენოს ადამიანი ამ ტანჯვის ზებნა. ეხლა თქვენ წარმოიდგინე იმ შინაგანი საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ იპოვეს, ვერც მიაგნებ 12 წელია, როგორი სუსტია ეს პოლიციელები, რომ ვერ მიაგნეს, ვერ იპოვეს და ასე შემდეგ. ეს არის წარმოუდგენელი და ჯოჯოხეთურობა. და მე კიდე 19 დღეა როცა გურამ დადიანიზე ფიქრი დავიწყე ღმერთთან კონტაქტში როცა გულთან ვსაუბრებით სად შეიძლება ყოფილიყო გურამ დადიანიზე და ამ ბოლო დროს დღეს როცა ხმა გავიგონე გურამი წყალის მომენტი ჩავადნილი ხმა გავიგონე შემდეგ კი გურამ დადიანიზე ხმის გავიცანი უკვე და უკვე ბოლოს შეტყობინება და აი ეს არის ჩემი შრომის წვალებით და მინდა რომ ეს ნიშანი დაგიტოვო მთელი ცხოვრება და ისიც მჯერა რომ თქვენს იგივე დაგესიზმრებოდა ნებისმიერ ადამიანი გინდა დედა იყოს გინდა ადვოკატის იყოს გინდა შინაგანი საქმეთა სამინისტრო გინდა მოქალაქე ყველა დაესიზმრება გურამ დადიანიზე კვალი მიგიყვანო სადაც არის დაკარგული აი ნამდვილად აღმოსაჩენი და მტკიცედ
მეგობრებო, საბოლოოდ მე გეტყვით, რომ იგივე მოგიწევდა 12 წელი ზებნით გურამ დადიანიძეს დაკარგვი. იგივენაირიც მოგიწევდა 12 წელი ამ საშინელი ჯოჯოხეთი ვერასოდეს ვერ მიაგნებდი საიდმე შემოწმება და პოვნა. გეუნები მლეთაში არის. სადაც გურამ დადიანიძე იქ ქვაზე ჩამოჯდა, იქიდან არის იმ წყალში საიდან ამოზრავებს სურათს გაჩვენებ რუკაზე არის ზუსტად რომელიც შემოხაზული მაქვს ნიშნები აქ არის გურამ დადიანიძე კვალი რა შეეხება ვიცი რომ შინაგანი საქმეთა სამინისტრო იქ იყო მათ შორის მაშველისას იქ იყვნენ მისული ვერაფერს ვერ იპოვეს გურამ დადიანიძე კვალს და ეს იყო მისთვის ძალიან სუსტი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, რომ ამ ადგილაზე კარგად მოძებნე 3-4 დღე იმუშავე. სხვაგან მოსაზებნა არაფერი არ აგავ, ზუსტად ამ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც მიგითითებს ამ სურათზე რუკაზე, სწორედ ამ ადგილაზე დაიწყეს 3-4 დღეს მუშაობა ნებისმიერ ადამიანს არ ვიცი ვის როგორ შეუძლია შინაგანი საქმეთა სამინისტრო და ასევე მაშველი თუნდაც პლუს მოქალაქეებისას როგორც რა ქვია იმას რაღაცა მონაწილეობის დახმარებას აი ამ ყველაფერში უნდა მოიღო რომ 3-4 დღე იტვithო მის გურამ დადიანიძე დაკარგულს კვალთან რომ იპოვოთ. აი მინდა რომ თქვა. აი ხლა თქვენთვის მომინდია როგორც გინდა ისე მიიღე. ანუ აყავით ან დადებით ჩემი რწმენა. შემირცხვენია თქვენი უარყოფითი ჩანაფიქრი. მაგრამ მიმიპატიებია უბრალოდ ძალიან არის ბევრი ადამიანის სუსტები ადამიანები. რა ვქნათ? რანაირად წარსულწმენაზე მოგიყვანო. რანაირად მიგიყვანო ამ გზა. ვერასოდეს ვერ იპოვიდა გურამ დადიანიძე მის დაკარგულს კვალი. მოგიწევდა ისევ და ისევ 12 წლიანი ნატანჯი და ჯოჯოხეთური ცხოვრება. მათ შორის სოფო გაშფოთებული და რეაქცია შექნებოდა რომ მაგრამ სოფოზე მეტად დიდი ძლიერი პიროვნება ის აუცილებლად დაესიზმრება. როგორც მე მის სოფოზე მოვისმინე ორჯერ სიზმარი მოყოლილი ქონდა და მეტად იმაზე მეტი ნახავდა სიზმარი და აუცილებლად ჩემი რწმენის დაიჯერებ და მართლაც იქ მივიდოდა და ისე მოგიწოდებენ რომ დაიწყო მიზი ზებნას. დავამთავრე ამ თემას საუბარი.